ზუსტად ამ წუთებში გავიღეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა, რომ უკვე დაიძრან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსისაკენ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ეს უნივერსიტეტი გახდა 20 წლის, მას 20 წელი შეუსრულდა და ნაცვლად იმისა, რომ სტუდენტებს, პროფესორებს, მათ შორის რექტორს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ ეს უნივერსიტეტი მრავალი ასპექტითა და მიმართულებებით განავითარონ. დადგა ასეთი რეალობა, რომ ქართულმა ოცნებამ ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაყარა 20 წლიანი შრომა. სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. დღევანდელმა აქციამ დედაენის ბაღში გააერთიანა კულტურა, გააერთიანა განათლების სფერო და მოკლედ ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც ევროპული განათლება და განათლების სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. მარში რამდენიმე წუთში დაიწყება, მანამდე კი ჩვენ შეგვიძლია მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს მოусმინოთ და იმ ადამიანებს, რომლებიც იდეის ავტორები იყვნენ დღევანდელი დღეს. ანანო აბულაძე არის ჩვენთან ერთად. ანანო, გვითხარი, რაც ნიშნავს შენთვის ეს 20 წლიანი ისტორია, რომელსაც ახლა გინგრევთ ბიძინა ივანიშვილის გუნდი? კი ბატონო, ილია-ონი არის ის უნივერსიტეტი, რომელიც 20 წლის განმავლობაში აშენებს ტრადიციებს, ასწავლის იმ ხარისხით, რომელიც მართლაც ღირსშესანიშნავია დღეს და არის რეიტინგებში პირველი საქართველოს და რეგიონის მასშტაბითაც. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ამ ამბავს ვზეიმობდეთ, გვიწევს ამ უნივერსიტეტის დასაცავად გამოსვლა და დღეს შევიკრიბეთ სიმბოლურად დედაენის ძეგლთან სტუდენტები და აკადემიური სფეროს თანამშრომლები, რათა გავიმეოროთ ის გამარჯვება, რომელიც 1978 წელს მოიპოვა ჩვენმა წინამორბედმა პროტესტის ისტორია. გარდა ამისა, გამარჯვებას გვპირდება თვითონ კობახიძის გამოსვლაც, მაგალითად, ყველა მივუყურეთ გუშინდელ ეგრეთ წოდებულ დებატებს და თუ მას არგუმენტები სჭირდება, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არგუმენტები ვართ ჩვენ, აქ შეკრებილი სტუდენტები, ახალგაზრდები და აბიტურიენტები, რომელთა ბედითაც ის აპირებს ახლა თამაშს. გარდა ამისა, მოვუწოდებ იმას, როგორც კობახიძეს, ისევე მის მარიონეტ მინისტრს, რომ იმ სფეროს შეეშვან, რომელშიც კომპეტენტურები არ არიან და გივი მიქანაძე ალბათ უნდა დარჩეს ციხის პერსონალის გადამზადების გეგმაზე მომუშავე. უნივერსიტეტს მიხედავენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებენ ამას და აკეთებენ წარმატებულად. ძალიან დიდი მადლობა უსმენდით ანანო აბულაძეს. დღეს როგორც უკვე გითხარით, აქ წარმოადგენლები არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა გამოუცხადეს სოლიდარობა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, აგრეთვე სოხუმის უნივერსიტეტს. ისიც ანალოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ჩანს ქართული ოცნების დეფორმად წოდებული რეფორმის განხორციელების შედეგად ეს ორი უნივერსიტეტი ყველაზე მეტად დაზარალდა და დაზიანდა. პროფესორების საერთო სათქმელი და მთავარი იდეა აქ შეკრების არის ის, რომ ახლა არის დრო განათლებისათვის ბრძოლის, რადგან თუ კი ახლა არ გამოვა პროფესურა, სტუდენტები, აკადემიური სფერო და მათ შორის სრულად ქართული საზოგადოება მომავალში უკვე ძალიან გვიანი იქნება. აქ არის უამრავი აბიტის მიერ აკრედიტებული პროგრამები, აბიტი არის მსოფლიოში ყველაზე რეპუტაციული აკრედიტებელი ორგანო და უამრავი საერთაშორისო კოლაბორაცია, უამრავი კვლევითი ცენტრი და ის რომ სტუდენტებს აღარ მიეცემა, დიდდაცას აღარ მიეცემა საშუალება, რომ ასეთ უნივერსიტეტში ისწავლოს, ეს ერთადერთად ვერ იქნება ამ სტუდენტების სასარგებლოდ. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსვლით დაანგრევა, იმის რაც წლების განმავლობაში შენდებოდა, ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენ მომავალ თაობებს. ყველა პროფესორი ნებისმიერი უნივერსიტეტის, კერძო იქნება თუ სახელმწიფო უნივერსიტეტების, რა თქმა უნდა გამოვიდნენ და შესაბამისი სოლიდარობა უნდა გამოუხატო აი იმ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სხვა უნივერსიტეტებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რეგიონში ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სადაც ქართული ოცნებამ სრულიად უსაფუძვლოდ უარგუმენტოდ, მინდა რომ ეს სიტყვა გამოვიყენო ბატონი კობახიძის ლექსიკიდან, სრულიად უარგუმენტოდ და არგუმენტების გარეშე დაჩეხა ეს უნივერსიტეტები და საფრთხის წინაშე დააყენა. რუსულმა რეჟიმმა უნდა რომ ჩაიგდოს ხელში განათლება თავიდან ბოლომდე და ტყუილებზე აფუძნებს მთელ რეფორმას და ამ ვითომ რაღაცა წინსვლას. კარგად დავინახეთ გუშინ კობახიძემ იმდენი ტყუილი თქვა, რომ საკუთარ ტყუილებში აირია, ამბობდა რომ მაგალითად თურმე შეზღუდული რესურსები არსებობს, მაგრამ აი ეს არ აწუხებს როცა დეპუტატებს 15,000-მდე არალეგიტიმურ დეპუტატებს ამ ხელახელფას უნიშნავენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიბრძოლოთ და შიში გვერდზე დავტოვოთ, იმიტომ რომ შიში არის მათი საკვები და მათი ენერგეტიკული მაცოცხლებელი. ამიტომ ყველამ უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი. გაგვაუქმეს ფაქტობრივად 92% შემცირდა სტუდენტების რაოდენობა და პროგრამების რაოდენობა, რომლებზეც უფლება გვაქვს რომ ვასწავლოთ. ამითი გვხვდება მრავალფეროვნება, ამითი გვხვდება საშუალება სხვადასხვანაირად ვასწავლოთ სტუდენტებს და გვხვდება ასევე იმისი საშუალება, რომ სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება.
მარში სულ ცოტა ხანში დაიძრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსისაკენ, მანამდე კი მინდა გაჩვენოთ ასეთი ბანერებით არიან წარმოდგენილები, აქ სტუდენტები, რომელთა მთავარი სათქმელიც ამ პროცესში არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა ქართული განათლების სისტემის დასაცავად, რადგან ისინი არიან ერთადერთი ძალა, რომელსაც ამის გადარჩენა შეუძლია ქართული ოცნების ძალადობრივი პოლიტიკის პირობებში. პირდაპირ ეთერში აქციიდან ხატია სამხარაძე გვერდებოდა.